დრამატული შეხვედრა ბათუმში. რას ამბობენ ქართველი ფეხბურთელების შეხვედრის შემდეგ? რატომ შეცვალეს ჩაკვეტაძე? ვილის ანიოლის კომენტარი და რას ამბობს უკრაინის მთავარი მწვრთნელი? ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ბათუმიდან, სადაც თავიდანვე ყველაფერი საქართველოს საწინააღმდეგო წარიმართა. ცუდი ამინდი, წვიმა, დაზიანებული მინდვრის საფარი, სადაც თამაში ყოველთვის რთულია. თუმცა ობიექტურად უნდა აღვნიშნოთ, რომ პირობები ორივე გუნდისთვის თანაბარი იყო, მაგრამ ამ ყველაფერს ავტოგოლიც დაემატა. რის შემდეგაც აქტიურმა საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი წაგებით დაამთავრა, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია ბევრად შეიცვალა. ჩვენი ბიჭები უფრო მეტად გააქტიურდნენ და ბევრი მცდელობის შემდეგ შესვლაზე შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ წონასწორობა აღადგინა. შეიძლებოდა შეხვედრის მოგებაც, თუმცა ერთი გულაც იძლევა შანსს, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ. ამისთვის კი ერთადერთი ვარიანტია 19 ნოემბერს ჩეხეთი უნდა დავამარცხოთ. თუმცა მანამდე დავბრუნდეთ ბათუმში და უცილებლად უნდა აღვნიშნოთ შეხვედრის კიდევ ერთი გმირი, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც შეხვედრის მიწურულს საოცრად ითამაშა და ზედიზედ ორი რთული დარტყმა მოიგერია. რომ არა გიორგის ასეთი კარგი თამაში, ახლა შანსიც არ გვექნებოდა. უნდა აღვნიშნოთ ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილიც, რომელმაც მეორე ტაიმში გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა და მალევე გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა. და რა თქმა უნდა შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც დღეს გამორჩეულად კარგი თამაში ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეც ის ცდილობდა. გოლის გატანის ორი კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ერთხელ მეკარე მოიგერია. მეორედ კი უკრაინის ნაკრები გოლს ძელმა გადაარჩინა. ამასთან მის ანგარიშია 9 მოგებული დუელი, 6 წარმატებული დრიბლინგი და 5 შექმნილი საგოლე შანსი. ხვიჩამ შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავ თამაშზე ისაუბრა. კომენტარი თავად გიორგიმ და ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს. მათ მოსმენამდე დამითმე ზუსტად 2 წამი, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერია. ეს მამარდა თავის სტილშია რა, განსაკუთრებული არაფერი არ უქნია, რასაც არ ხედავთ ხოლმე რა. ხშირია და რა, მადლობა მამარდას. და უკვე ისე ვიყავი, რომ აი გავჩერდი რა, რომ მეთქისო გაგვიტანეს და გამოხტა გმირი და გადაგვარჩინა რა. არა, უშავს ფეხბურთია და ალბათ გამომართლების პროცესია და ყველაფერი ხდება ფეხბურთში. შემდეგ მასში იმედია გაგვიმართლებს და მოვიგებთ, მაგრამ თავი ალბათ შედეგი იყო, კარგია რომ არ წავაგეთ, მაგრამ იმის თქმაც დარწმუნებით შეიძლება რომ ახლოს ვიყავით მოგებასთანაც. ბევრი მომენტი ჰქონდა და არ გაგვიმართლა უბრალოდ, მაგრამ წინ ალბათ უმნიშვნელოვანესი თამაშია, ფინალია და რა ვიცი, ყველაფერს გავაკეთებთ ბიჭები, რომ ის მიზანი რაც ჰქონდა ამ თამაშიც და შემდეგ შეასწავლოთ გვექნება, მივიყვანოთ ბოლომდე და წარმატებით დავასრულოთ ეს ჯგუფი. რა თქმა უნდა, გასამარჯვებლად მივდივართ, იმიტომ რომ გჭირდება გამარჯვება, რომ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილი დავიკავოთ და გასამარჯვებლად ჩავალთ და თითოეულ თამაში ჩვენ ამას ვიძახით დიდი ხანია, რომ ნაკრები გადის მოსაგებად და ვიბრძვით ყველანაირ მეტოქესთან მნიშვნელობა არ აქვს სახელს. და რა ვიცი, ჩავალთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ ეს თამაში და წარმატებას მივაღწევთ. კი, ჯგუფში დაძაბული სიტუაცია, მგონია რომ ჩეხეთთან ფული თამაში იქნება, იმიტომ რომ გასვლა თამაში არასდროს არ არის მარტივი. ფული თამაში და დაძაბული თამაში ველოდებით. და კარგი შემართებით მივიდივართ, იმიტომ რომ ვიცით რომ მოსაგები აუცილებლად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავარჯვოთ. ჩემი მიზეზით ორივე გუნდი თანაბრად იმსახურებდა მოგებას. ამიტომაც ვერ შეგვიწყო ხედი, რომ ყველა თამაში ვერ იმათ ალბათ და საბოლოო ჯამში ჩემი მიზეზით ყველა გოლ შედეგი. სულ ყველა იციან რომ მიყვარს გატანა გოლები და გახარებული ვარ რომ შემოვიდი და გოლი გავიტანე, ატმოსფერა მაგარი იყო, მინდა მოვხადო მადლობა სულ ყველა გულშემატკივრებს. და ახლა ერთი ბოლო თამაში დაგვჭა ჩეხეთში ბოდიში და იქ უნდა წავიდეთ მოსაგებად. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობ პირველ რიგში ჩემ თამაშზე ვიტყვი, იყო შეცდომა, იყო რამოდენიმე შეცდომა, რომელსაც ყოველთვის ვცდილობ, რომ მენტალურად კარგად მივუდგე, იმიტომ რომ შეცდომებზე ერთადერთი რაც შეგიძლია თამაშის მომენტში გააკეთო, რომ დაივიწყო და ყველაფერი გააკეთო გუნდისთვის, რის გაკეთებასაც შევეცადე, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივა ის შეცდომა, მაგრამ არ ვემალები, ვიცი რაც მოხდა, გავაანალიზებ და შევეცდები ჩეხეთთან თამაში ის ქოჩო რა ვიხილოთ, ვინც ყველას გვინდა რომ ვიხილოთ თამაშზე. დანარჩენი გუნდს რაც შეეხება, მე ვფიქრობ თითოეულმა ჩემმა გუნდელმა თავისი მაქსიმუმი გაიღო და შევეცდებით რომ კარგად აღვიდგინოთ და ისევ გავიმეორებთ. ძალა ჩვენშია და ვიცით რომ ფინალს თამაშობთ ჩეხეთთან და ამ ფინალისთვის ვცადოთ. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილის ანიოლი.
რომელმაც დღეს ძირითადში რამდენიმე ცვლილება შემოგთავაზა. დისკვალიფიცირებული ლაშადვალის პოზიციაზე ლუკა ლოჩეშვილი ვიხილეთ, ფლანგზე ლევან შენგელია და ძირითადში ზივზივაძე მიქა უდაძის ნაცვლად. აქვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანიოლმა ცვლილებებიც გამოიცნო. ნამდვილად კარგად დავიწყეთ თამაში, თუმცა შეცდომების შემდეგ გოლი გავუშვით და გაგვიჭირდა. პირველი ტაიმის ბოლოს 20 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ. ახლა ასე სწრაფად ანალიზის გაკეთება რთულია, მაგრამ მეორე ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარში შესანიშნავად ვიმუშავეთ, რაც აჩვენებს, რომ ამ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ტაიმი იყო, რომელიც მქონია. შეხვედრის დასკვნითი ნაწილიდან გამომდინარე, ცოტათი იმედგაცრუებულებით ვართ შედეგით, მაგრამ ასეთ დონეზე თითოეული შეცდომას ძალიან დიდი ფასი აქვს. მიღებული გოლის შემდეგ გუნდისთვის თამაში მენტალურად რთული იყო. დრო დაგვჭირდა რეაგირებისთვის, მაგრამ ეს სწავლის ნაწილია. რთული გზაა, მაგრამ ესეც ჩვენი განვითარების ნაწილია. შესვენებაზე ვისაუბრეთ და მიხარია, რომ გუნდმა ეს ყველაფერი მოედანზე ასახა. რაც შეეხება ჩაკვედაცის შესვლას. სურიკო განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. მჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც მეტოქის დაცვას გაწელავდა და ეს შესანიშნავად გააკეთა. რაც შეეხება კვირკველიას, მან გუნდისთვის წარსულში ბევრი გააკეთა და იმსახურებდა თამაშს. თუმცა შეიძლებოდა ეს პოზიცია საბა გოგლჩიზესაც დაიკავებინა. ტრავმა რომ არ ქონოდა. უნდა აღვნიშნო, რომ სულ რაღაც 5 წლის წინ საქართველოს დ-ლიგაში თამაშობდა. ახლა ბ-ლიგაშია და ბოლო ტურის წინ შანსი გვაქვს ა-ლიგაში გადავიდეთ. სწორედ ეს ასახავს ჩვენს განვითარებას. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრისთვის ჩეხეთში ამბიციებით წავალთ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა უკრაინის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რეპროვმაც. ასეთ მძიმე მოედანზე რთული შეხვედრა გამოვიდა. საქართველოს გულშემატკივრის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ძალიან მოტივირებული იყო. მიუხედავად ამისა, ბოლოს მოგება შეგვეძლო, როცა კარგი მომენტი ჰქონდა. თუმცა მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. და ახლა მომდევნო შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ. გადამწყვეტი ფაქტორი ვფიქრობ, რომ სწრაფი გოლი იყო. შემდეგ შედეგის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით. ამიტომაც იყო, რომ დაცვიდან ვთამაშობდით და ჩვენს მომენტებს ველოდით. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ ამ მნიშვნელოვან მომენტში. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ინდივიდუალურად ძალიან მაგარი ფეხბურთელია, თუმცა კონოპლიამ და სხვებმაც მის წინააღმდეგ მეტნაკლებად კარგად ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ უკრაინასთან მოუგებელი სერია გრძელდება. ამჯერად სტატისტიკა ასეთია: 11-დან 4 ფრე და 7 მარცხი. თუმცა ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ. საქართველოს 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო ტურის გადამწყვეტი შეხვედრა კი 19 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება. გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები და წარმატებები ვუსურვოთ გასვლით გადამწყვეტ შეხვედრაში, სადაც მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. ახლა კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.